ხალხტულარი მოგესალმებით, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გვითხოვთ დროს და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. თქვენ ვიცით, რომ დადიხართ რეგიონებში, თითქმის ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში გაქვთ მოქალაქეებთან შეხება და მაინტერესებს აი დღევანდელი მოცემულობით არა მარტო დედაქალაქში, არამედ აი საქართველოს მასშტაბით როგორი არის ზოგადად ეპიდვითარება, რა შეგვიძლია ამას რა სახელი შეიძლება დავარქვათ არსებულ სიტუაციას. ანა მოგესალმებით და როგორც ყოველთვის თქვენი ტელევიზიაც გასმართლა ჩვენს გვერდით, როცა ჩვენ რამე ძიმე პრობლემები გვექმნება, თითოეული ჩვენი სტატუსით კი არ გრჩება თუ ყურადღებოთ, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მე წარმოვადგენ ერთ მცირე რგოლს სამედიცინო სფეროსაც, ერთი რიგით პედიატრის აზრი შემიძლია მოგახსენოთ იმ მდგომარეობის შესახებ, რომელიც ამ წუთში ქვეყანაშია. დეკემბრის ბოლოდან ახალი წლის დღეების განმავლობაში იყო საოცარი მატება მომართვიანობის განსაკუთრებით პედიატრიულ კლინიკებში. ზუსტად მაშინ პირველად გავაჟღერეთ, რომ არ მგონია სწორი ყოფილიყო 8 იანვრამდე გამოცხადებული ეგრეთ წოდებული ჩინოვნიკური არდადაგები, როცა ადამიანებმა არც კი იცოდნენ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლინიკაში მომართვიანობის უმეტესი მიზეზი ეს იყო პანდემიური გრიპი, რომლის გავრცელების სისწრაფე ბევრად აღემატება სხვა სეზონური გრიპების გავრცელებას, სეზონური ვირუსების გავრცელებას. შესაბამისად, ჩვენ ავტეხეთ განგაში იმაზე, რომ როგორმე ესე ვთქვათ, ყურადღება ეღო სამინისტროს თითოეული ექიმის თხოვნა იმის შესახებ, რომ ადამიანები სწორად ყოფილიყვნენ ინფორმირებულები ამ გრიპის სირთულეების შესახებ. ეს არის განსაკუთრებით ეს ეხება H1N1-ს, რომელიც ადამიანებისთვის ღორის გრიპთან, ეგრეთ წოდებულ ღორის გრიპთან არის ასოცირებული და საფრთხის, ასე ვთქვათ, სიფრთხილის შეგრძნებას კიდევ უფრო მეტად ზრდის. მისთვის დამახასიათებელი მძიმე ცხელებისა და მძიმე ადინამიის გამო მიმართვიანობა პირველივე საათებში იქნა მომატებული ჰოსპიტალებში. ეს განსაკუთრებით დაეთყო რეგიონებს, თბილისს, რომელსაც აქვს ბევრი ჰოსპიტალი, იქაც კი უჭირდა მიეღო ერთდროულად ესეთი ნაკადი, რაც შეეხება რეგიონებს, მოგეხსენებათ, რომ ძირითადად თითო კლინიკით არის რეგიონი წარმოდგენილი და რეალურად ვერ ხდებოდა აი ამ საწოლფონდის სწორი განაწილება, რის გამოც დაიწყო ის კამპანია ჩვენი, რაც დაიწყო ყველა თითოეული რიგითი ექიმი ამაში ჩაერთო და დაიწყო თხოვნა და მოთხოვნა, რომ ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის ეცნობებიათ ჩინოვნიკებს იმის შესახებ, რა ხდებოდა ქვეყანაში. ეს პირველი, რაც უნდა მეთქვა და მეორე, მანამ სანამ ეს დაიწყებოდა, ანა თქვენ ძალიან კარგად გვიცნობთ ჩვენ თქვენს მეგობარ ექიმებს, რომელთა ხმას ყოველთვის ყურად იღებთ, რომ ჩვენ ძალიან დიდი ამბავი გქონდა ატეხილი, ასე ვთქვათ, ნოემბრის დასაწყისიდანვე ჯერ ერთი ქვეყანამ საკმაოდ გვიან დაიწყო შარშანაც და წელსაც გრიპის ვაქცინაცია, წელსაც გამეორდა ის, რაც ხდებოდა შარშან და ჩვენ ყველა თითოეული ჩვენთაგანი მიუხედავად ანტივაქსერების დიდი წინააღმდეგობისა, მაქსიმალურად ესე ვთქვათ, ვიმუდარებოდით, რომ ადამიანები მასიურად იქნებ აცილიყვნენ გრიპზე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდით, დადგებოდა ის მოცემულობა, რაც შარშანდელ დეკემბერ-იანვარში გავიარეთ და ზუსტად ისე მოხდა, როგორც ახლა თქვენ უყურებთ. ამიტომ მე ერთი კითხვა გამიჩნდა, უცებად უნდა გავაჟღერო, არ ვიცი ეს მიდმეს მოეწონება, არ მოეწონება. მე დამჭა შტაბ-ეშტილება, რომ უკანასკნელი 2 წელი გრიპის ვაქცინაციის აქტიური კამპანია შეგნებულად არ მიმდინარეობდა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში უკვე როდესაც კოვიდი თავისი ბოლო ფინალისკენ მიდიოდა, ჩვენ საკმაოდ სერიოზული პასუხისმგებელი პირებისგან მოვისმინეთ ვაქცინაციაზე ზოგადად პროცესზე საკმაოდ სარკაზმული და საკმაოდ ისეთი განცხადებები, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებდა აი ამ პროცესის მნიშვნელობას. ეს ალბათ თქვენს გახსოვთ და მე აღარ დავწვრილმანდები და გვარები და სახელებით არ ვისაუბრებ, მაგრამ ზუსტად გახსოვთ, რაზეც ვაპარაკობ ახლა. სწორედ ვფიქრობ, რომ იმაზე გათვლით, რომ წლევანდელი წელი არის აქტიური საარჩევნო წელიწადი და შემდგა სამწუხარო და სამარცხვინო 21 საუკუნეში ანტივაქსერული კამპანია საკმაოდ მძიმე მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, ვფიქრობ ელექტორატის რაღაც გარკვეული ნაწილის გულის მოგებაზე გადის ის გზა, რომ ესეთი აგრესიული არ არის ეს კამპანია. არა და მოგეხსენებათ, რომ საქართველოში სამწუხაროდ მით უმეტეს კოვიდ მოცემულობის შემდეგ გაიზარდა დიაბეტით დაავადებული ბავშვების რიცხვი, ასევე არის ბრონქული ასთმით დაავადებული ბავშვების რიცხვი საკმაოდ მაღალი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით ძალიან მაღალი რისკია ამ დაავადების და მორეციდივი ობსტრუქციული დაავადებების, რომელთათვისაც გრიპის ვაქცინაცია აუცილებელი მოცემულობაა იმის გამო, რომ არ მოხდეს ამ დაავადების გართულება, აქ არავინ არ აპანიკებს მოსახლეობას, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა ადამიანი რთულად გადაიტანს ამ გრიპს, მაგრამ რისკ ჯგუფებში, სადაც არის ფილტვის ქრონიკული დაავადებები, სადაც არის ენდოკრინული დაზიანებები, ამ ადამიანებისთვის საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და აუცილებლად უნდა ვთქვა, შეიძლება თქვენი შემხოდრი კითხვა კი იყოს ეს, მაგრამ არ მინდა თქვენი ეთერით ბოროტად ვისაგებო და დრო გამოვიყენო იმისთვის, რომ ვთქვა, რომ არც ერთ რეგიონალურ კლინიკას გარდა ქუთაისისა და ბათუმისა, სადაც მე ყოველ შემთხვევაში მიმიწვდება ხმა და მოგეხსენებათ მედგიძე
სერიოზულ სოციალურ პლატფორმაზე დღეში რამდენი კითხვა შემოდის, სადაც მოვიკითხეთ არსად არ ხდება გრიპის იდენტიფიცირება. ანუ ადამიანები, რომლებიც შედიან კლინიკაში, ასე ვთქვათ, რესპირატორული ჩივილებით, მაღალი ცხელებით იდენტიფიცირებული ხდება, არის მხოლოდ და მხოლოდ COVID ტესტი, ან ამის ხელმისაწვდომი და იმის იდენტიფიცირება, რომელი ვირუსით არის ადამიანი ალბათ სამწუხაროდ ვერ ხერხდება. კიდევ ვიმეორებ, რომ მადლობა ქუთაისელ კოლეგებს, იმიტომ როცა რეგიონებში მიწის, ვიცი რომ ქუთაისი ამას აგვაქვს. ქალბატონო, რამდენად მნიშვნელოვანია დადგენა რეალურად რა ტიპის ვირუსი აქვს ადამიანს და რაში გვეხმარება ამის დადგენა ესეც, რადგან ამაზე გაამახვილეთ თქვენ ყურადღება, რომ მხოლოდ რაღაცა COVID ტესტი არის ხელმისაწვდომი და სხვანაირად ვერ ხდება კლინიკებს არ აქვთ ხო შესაბამისი ალბათ რესურსი არ აქვთ. გულისხმობ განსაკუთრებით. დიახ, ხო, აი რატომ არის მნიშვნელოვანი დავადგინოთ კონკრეტულად რა ტიპის ვირუსი გვაქვს? გეტყვით ანა, გამომდინარე იქიდან რომ კიდევ ვიმეორებ, რომ გრიპის ვირუსი და ზოგადად სეზონური ვირუსები თავისი აგრესიულობის ხასიათით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და გრიპი ეს არის პანდემიური გრიპი. პანდემია მოგეხსენებათ, რასაც გულისხმობს, ხო? ის არის ძალიან კონტაგიოზური და ერთდროულად მოიცავს პოპულაციაში ძალიან ბევრ ადამიანს. ამიტომ როცა ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი, რომელიც კლინიკაში შემოვიდა, ბავშვი იქნება თუ მოზარდი, უკვე დადასტურებულად არის H1N1-ით, ანუ გრიპით არის დაუშვათ ინფიცირებული, სპეციფიური ანტივირუსული პრეპარატის ჩართვისთანავე გულისხმობ, მცირე ასაკიდანაც მოწოდებული 6 თვით კი არის ეს, მაგრამ თუ მძიმე მიმდინარეობა არ არის, ვცდილობთ რომ 1 წლის ასაკიდან ჩავხდეთ ეს პრეპარატი, უკვე პრაქტიკულად პირველ 20 საათშივე გვაქვს ისეთი შედეგი, რომ გაოცდებით თქვენ თვითონ. იცით რა არის ყველაზე საწყენი, როცა არ არის ეს იდენტიფიცირებული სამწუხაროდ, ანა იწყება ანტიბიოტიკოთერაპიები, თვითნებური ინფუზია, ზოგჯერ სახლში გამოძახებული მედდებითაც კი გამოიყურებიან მშობლები, ძალიან პატარა ასაკის ბავშვებში რისკავენ, მე გესმით, იმიტომ რომ ურჩევნიათ იქ კიდე რამეს დავიმატებ, ეს ხო საოცრებაა, საერთოდ ამას რო ვისმენ, ვიждები თვითონ 40 ტემპერატურით ფაღარათი დღებინებით არ მიდის კლინიკაში, იმიტომ რომ იქ კიდევ რამე არ დავიმატო, არ მესმის საერთოდ რა უნდა დაიმატო, თუმცა ის მესმის, რომ მშობელი ფიქრობს, რომ თუ ქვეყანაში არ ხდება იდენტიფიცირება, თუ შესაძლებელია რომ COVID ინფიცირებული, გრიპით ინფიცირებული, ჩვეულებრივად ბრონქიოლიტით ტემპერატურის შემიმდინარე ადამიანები ერთ სივრცეში თუ მოექცევიან, რა თქმა უნდა, მისი საფრთხის შეგრძნება იმატებს, ანა მე მშობლების განა არ მესმის. უბრალოდ მე რა წინს და რატომ ვარ ყოველთვის რაღაცნაირად გამოდივარ ოპოზიციონერ ექიმად, სამწუხაროა ფრაზის გამოყენება რომ ხდება, მაგრამ ესე გამოდის, იმიტომ რომ მე ვამბობ, რომ პირველად ჯანდაცვის რგოლს უჭირს ქვეყანაში. რაც პირველად ჯანდაცვის რგოლის ექიმები იმდენად უნდა იყვნენ სახელმწიფოს მიერ მოტივირებულები, რომ მას არ უნდა გამოეპაროს არც ერთი მასთან აღრიცხვაზე მყოფი, მისი ფრთის ქვეშ მყოფი ბავშვი, რომელიც არის ბრონქული ასთმით ავად, არის ენდოკრინული პრობლემებით ავად და მას უნდა კონდეს მოტივაცია იმის, რომ მუდმივად მუშაობდეს ამ პაციენტების მშობლებთან, ამ პაციენტებთან, რომ პანაცია არ არის გრიპის ვაქცინაცია, ამას არავინ არ ამბობს, მაგრამ ის ხო ყველგან ამცირებს გართულებების შანსებს. შესაბამისად, ეს მუშაობა რომ მიმდინარეობდეს, მით უმეტეს იმ პერიოდში, ანა, როდესაც ეს გრიპი დაემთხვა ჩუთხოვილას, შენ წარმოიდგინე, კივანახველის შემთხვევებია უკვე იმდენი შეგიძლიათ მარტო ელემენტარულად ნეოლაბის სტატისტიკა მოიკითხოთ, იმიტომ რომ ის არის ხელმისაწვდომი რეგიონებში და მადლობა ამისთვის ნეოლაბს, რამდენი ყივანახულას ემი, ანუ მწვავე ფორმა დასტურდება და ამ პერიოდს ემთხვევა პანდემიური გრიპი. გესმით ადამიანებო, რაზე ვლაპარაკობ, თორემ არავინ არ ცდილობს პანიკის დათესვას. მოხდა სამწუხარო ფაქტი, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო განსაკუთრებული ტკივილი ჩემი არის სამეგრელო, იმიტომ რომ ზუგდიდი არის ქალაქი, რომელიც ფარავს არა მარტო სამეგრელოს რეგიონს, არამედ ფარავს ენგურს მიღმა საქართველოს ჩვენ და სამწუხაროდ. შესაბამისად, დაგვიანებული მომართვიანობა ნახევარჯერ მეტად რაკეტილი ხიდები, ხან აფხაზების ხუსტურის გამო, ხან ჩვენი უნიათობის გამო და ხიდზე გადმოსვლის პრობლემა შექმნილი ახალი წლის დღეებში საშინელი ფაქტი მოხდა და 6 წლის გოგონა დაგვიანებული მომართვიანობის გამო და იმის გამო, რომ ზუგდიდის ხელა მართლა ღირსშესანიშნავს საოცარ ქალაქს ბავშვთა რეანიმაცია არ აქვს, რეანიმობილით გადაყვანილი იქნა ბათუმში და სამწუხაროდ მის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ესეთი ფაქტი ერთიც კი არის იმდენად მძიმე და შემზარავი, რომ ჩემთვის მაგალითად სამყაროს დასასრული სტოლფასია, სწორად გამიგეთ როგორც პედიატრისთვის. თქვენ ცით რომ ჩვენ ხშირად დავყვებით, ესე ვთქვათ, ყველა ადამიანს სურვილს, არ ვამბობთ კონკრეტულ ადამიანს, სოციალურ გასინჯვებს ვეძახით ამას, რომ სადაც სოციალური სიდუხჭირი ან საოცრებები ვიხილეთ სამეგრელოს რეგიონში, საოცრებები ვნახეთ კახეთის სოფლებში, იმიტომ რომ რეალურად ჩემთვის რჩება შტაბის-ჭრილი, რომ პირველადი ჯანდაცვის გოლი სრულიად ჩამოშლილია, რომელი ვაქცინაციის კამპანიაზეა ლაპარაკი, როდესაც 0-დან 1 წლამდე პროგრამა არ მუშაობს აფხაზეთში. მენჯბარზაკის ეხოსკოპიაზე რო ისაუბრები აფხაზეთიდან გადმოსული თვეების ბავშვის, პატრონს გაოცებული გიყურებს, გონი
არც იცის რას ნიშნავს. გესმით რა შეესაქმე? კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლალი იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ქალბატონი ბოდის კითხით ცოტა უღელავ, მაგრამ მართლა საშინელებებს წავაწყდი უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში. მე არაფერს არ ვითხოვ და არანაირი პრეტენზიებით არა ვარ. მე თხოვნით გამოვდივარ რომ ამ ყველაფერს კარგად გადახედონ იმ ადამიანებმა, ვისაც ხელეწიფება ეს ამბავი და დაგვეხმარონ იმაში, რომ სწორად იქნეს მიტანილი ადამიანებამდე ინფორმაცია, რა შეიძლება იყოს პრევენცია. ყველაფერი იწყება ანა მოგეხსენებათ პრევენციით და სწორედ პრევენციის შემთხვევაში ძიმე შედეგების თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი. მადლობა თქვენ პირიქით რომ მომეცით საშუალებას. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლალი ჯანაშია გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში.